დანიის მიერ კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან და მომხდარის გამო ქვეყნის დასავლეთთან დაშორების საფრთხეს ხედავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მაშინ როცა ქართულ ოცნებას ხელისუფლება მიტაცებული აქვს, სულ უფრო და უფრო იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს და ავტორიტარული სახელმწიფო გახდება. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, საქართველო 1 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიიწვია. შეხვედრას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი დაესწრებიან. განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება. როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტერპრეს ნიუს წერილობით განუმარტა, საქართველოს არ მიწვევის მიზეზი ქვეყნის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაა. ყველა სიკეთე, რომელიც მოპოვებული გვაქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არის ხელყოფილი, დანგრეული ივანიშვილის ბანდის მიერ და, რა თქმა უნდა, ცალსახაა ის ფაქტი, რომ სრულ იზოლაციას, სრულ მოწყვეტას დასავლური სამყაროსგან ნიშნავს ივანიშვილის ბანდის ხელისუფლებაში, ესე მართალია მიტაცებულად, მაგრამ დარჩენა, ხო, რეალურად, რაც არის, რა თქმა უნდა, უდიდესი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მოხდეს ძალიან მალე ამ სისტემის დემონტაჟი, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენონ ჩვენ არა მხოლოდ დასავლურ პერსპექტივას და მომავალს და სიკეთებს, არამედ ზოგადად ჩვენ სახელმწიფოებრიობას. უკვე ფაქტიურად სისტემურ მიდგომას ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს აღარ ეძახიან იქ, სადაც იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მომავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ. უკვე მეორეჯერ ხდება, რომ ყველას ეპატიჟებიან გარდა საქართველოსი, პოლონეთმა არ დაპატიჟა როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველო, ეხლა უკვე დანიამაც იგივე მიდგომა გააგრძელა. ეს უკავშირდება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად განაცხადა, რომ აღარ აპირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას. 28 ნოემბერს გასული წლის ყობახიძის განცხადება ეს იყო უარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და ჩვენ დღეს უბრალოდ ფორმალურად გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ამ ფორმალურ სტატუსს ჩვენ ძალიან მალე დავკარგავთ, თუ ქვეყანაში არ შეიცვალა ხელისუფლება. წოდებულმა პრემიერმა ყობახიძემ დაანონსა, რომ 2028 წლამდე შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა. აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად ადეკვატური შეფასება, რომ ის შემდგომში სამიტებზე და ესეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე ევროპის ქვეყნებში არ იქნება მიწვეული. სამაგიეროდ დღეს არის თურქმენეთში გაეროს სამიტზე წარმოქმნილი, იქ სადაც რუსეთიც ერთ-ერთი მომხსენებელია. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის განცხადებას, რომ საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაჩერა დეზინფორმაციას უწოდებს. პაპუაშვილის განმარტებით, არანაირი ევროინტეგრაციის შეჩერება არ მომხდარა, მათ შორის არც 28 ნოემბერს. მისივე თქმით, დანიის ელჩი ნაცვლად სასამართლოებში სიარულისა და მოძალადეების გულშემატკივრობისა ახლა ახსნა განმარტებით უნდა იყოს დაკავებული, თუ რატომ ავრცელებს ტყუილს მისი ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის შიგნით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპებს და ზოგადად ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს. აქაც ვიტყოდი, რომ დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლოების სიარულით და ნაცვლად ამისა დაკავებული იყვნენ თავისი ძირითადი ფუნქციით, რასაც ქვია ქვეყნის წარმომადგენლობა. მე წესით ეხლა ისინი უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ, არანაირი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არასდროს არ მომხდარა, მით უმეტეს 28 ნოემბერს, როგორც თითქოს ისინი ციტირებენ. ამიტომ გულდასაწყვეტი არის, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. 2024 წლის 28 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი ყობახიძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია 2028 წლამდე შეჩერდებოდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, თქვა მაშინ ყობახიძემ.